ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნატოსთან არსებული ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება დაცინვა. აცხადებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალიანსის სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ისინი ჩვენს გვერდით არ იდგნენ. წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი Truth Social-ზე და მიანიშნებს, რომ ვაშინგტონის ურთიერთობას ნატოსთან ორმხრივი სარგებელი არ მოაქვს. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა მის სოციალურ პლატფორმაზე ისიც დაწერა, რომ ნატოზე ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფო. თუმცა მოკავშირეების დასაცავად გაწეული ხარჯების სანაცვლოდ თავად არაფერს იღებს. მანვე განაცხადა, რომ ამ ხარჯებმა 2014-2025 წლებში ვაშინგტონისთვის 999 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაერთიანებული სამეფო 90.5 მილიარდი, საფრანგეთი 66.5 მილიარდი, იტალია 48.8 მილიარდი, პოლონეთი 44.3 მილიარდი. სხვების დანახარჯები კი გერმანიის ჩათვლით ბევრად დაბალია, დაწერა დონალდ ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის ომთან დაკავშირებით მათი პოზიციების გამო ევროპელ მოკავშირეებს გამუდმებით აკრიტიკებს. ამასთან იგი ამტკიცებს, რომ სურს საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა ევროპამ თავადვე აიღოს. ვაშინგტონი ამისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და ამ საქმეში საკუთარ ვალდებულებებს ამცირებს. ტრამპის წეწოლის ფონზე გასულ წელს ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდიან. ნატოს მომავალი სამიტი, რომელიც 32 წევრ სახელმწიფოს გააერთიანებს, შედგება ირანის, თურქეთის და